უჯრედების სახელები. Excel 2007-ში გათვალისწინებულია უჯრედების დიაპაზონებზე და ცალკეულ უჯრედებზე სპეციალური სახელების მინიჭების შესაძლებლობა. ანუ მოკლე შინაარსობრივი, რომლებსაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფორმულების შექმნაში უჯრედების მისამართების ნაცვლად. აგრეთვე ფორმულების შექმნაში უჯრედების საჭირო დიაპაზონების გამოყოფაში. მიუთითებლად უჯრედების დიაპაზონების სახელები ავტომატურად ითვლება აბსოლუტურ ბმულებად. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგალითად, ფორმულაში უდრის B1 გამრავლებული C1-ზე, B1-ის უჯრედის გამრავლება C1-ის უჯრედზე. B1-ის უჯრედში შევიყვანთ სახელს რაოდენობა, ხოლო უჯრედში C1 სახელს ფასი. უჯრედების სახელების ჩანაცვლებით მივიღებთ ფორმულას უდრის რაოდენობა გამრავლებული ფასი. რაც დამეთანხმებით ალბათ და გაცილებით ხელსაყრელია. ფორმულების შესახებ ცალკე ვისაუბრებთ უფრო დაწვრილებით. სახელი შეიძლება შედგებოდეს 255 სიმბოლოსაგან. პირველი სიმბოლო უნდა იყოს ბგერა, ხაზგასმის ნიშანი ან უკუდახრილი ხაზი. დანარჩენი სიმბოლოები შეიძლება იყოს ბგერები, რიცხვები, წერტილები და ხაზგასმის ნიშნები. ბგერები C დიდი, C პატარა, R დიდი და R პატარა, რომლებიც გამოიყენება როგორც სტროფისა და სვეტის შემოკლებული სახელები. მაგრამ სახელები არ შეიძლება იყოს ისეთივე, როგორც არის ბმულები უჯრედებზე. მაგალითად, B20, CO45 და ასე შემდეგ. გამოტოვებები სახელებში არ დაიშვება, ხოლო გამყოფების სახით გამოიყენება ხაზგასმის ნიშნები და წერტილი. სახელი შეიძლება შედგებოდეს როგორც მთავრული, ისე ნუსხური ასოებისაგან, რადგან პროგრამა არ განასხვავებს მათ. როგორი სახელების ტიპები არსებობს? Excel 2007-ში გამოიყენება სახელის რამოდენიმე ტიპი. განსაზღვრული სახელი არის სახელი, რომელიც მინიჭებულია უჯრედებზე, უჯრედების დიაპაზონზე, ფორმულაზე ან კონსტანტაზე. ტაბულის სახელი არის მონაცემების ნაკრების სახელი ცალკეული თემის მიხედვით. ასეთი ტაბულა შედგება ჩანაწერებისაგან, სტროფები და ველებისაგან, სვეტები. პროგრამა მიუთითებლად ტაბულებს შემდეგ სახელებს ანიჭებს: ტაბულა 1, ტაბულა 2 და ასე შემდეგ. ეს სახელები შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერ დროს პროგრამასთან მუშაობისას. როგორია სახელის მოქმედების ნაწილი? ყოველ სახელს მოქმედების საკუთარი ნაწილი გააჩნია, ანუ საზღვრები, რომლებშიც ის ამოიცნობა სპეციალური დაზუსტებების გარეშე. თავისი ნაწილის ფარგლებში, ფურცლის ან წიგნის, ყოველი სახელი უნიკალურია. ეს არის წიგნის კონკრეტული ფურცელი, ანუ ფურცლის ლოკალური დონე, ან მთლიანად წიგნი, წიგნის გლობალური დონე. სახელების კონფლიქტისას Excel მიუთითებლად უპირატესობას ანიჭებს ლოკალურ სახელს. იმისათვის, რომ ავამოქმედოთ ფურცლის ლოკალური სახელი წიგნის სხვა ფურცელში, აუცილებელია დავაზუსტოთ ბმული მასზე. მაგალითად, ფორმულაში უდრის ფურცელი 1 რაოდენობა გამრავლებული ფასი, დაზუსტება მიგვითითებს, რომ უჯრედის სახელით რაოდენობა განლაგებულია პირველ ფურცელზე. როგორ მივუთითოთ სახელი უჯრედს ან უჯრედების დიაპაზონს? პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოყავით საჭირო უჯრედი ან უჯრედების დიაპაზონი. შენიშვნა: უჯრედის რედაქტირების რეჟიმში მისთვის სახელის მინიჭება შეუძლებელია. დააწკაპუნეთ კურსორით სამისამართო ფანჯარაში ფორმულების სტროფში და აკრიფეთ კლავიატურაზე სასურველი სახელი. დაასრულეთ სახელის დარქმევის პროცესი ღილაკზე Enter დაჭერით კლავიატურაზე. მეორე მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გადადით ჩანართზე Formulas. ჯგუფში Define Names გახსენით ღილაკის Define Name menu და აირჩიეთ ბრძანება Define Name. გახსნილ ფანჯარაში გრაფაში Name შეიყვანეთ სასურველი სახელი.
გახსენით გრაფის scope სია და აირჩიეთ სახელის მოქმედების დონე, მთელი წიგნი ან კონკრეტული ფურცელი. შენიშნა. საჭიროების შემთხვევაში ველში comment შევიყვანოთ კომენტარი 255 სიმბოლოს რაოდენობით. გრაფაში refers to დააწკაპუნეთ ღილაკზე ფანჯრის შეკეცვა, განლაგებულია გრაფის გასწვრივ, წითელი ფერის ზემოთ მიმართული ის არის. შენიშნა. ასევე შეგვიძლია ველის გრაფაში უჯრედების სახელები ხელოვნურად შევიყვანოთ. დააწკაპუნეთ ღილაკზე ფანჯრის გაშლა, იგივე ღილაკი. დახურეთ ფანჯარა ღილაკზე OK დააწკაპუნებით. მესამე მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოყავით საჭირო უჯრედი ან უჯრედების დიაპაზონი. დააწკაპუნეთ თავის მარჯვენა ღილაკზე გამოყოფილ ფრაგმენტზე და კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ ბრძანება name range. გახსნილ ფანჯარაში იმოქმედეთ ისე, როგორც ეს მეორე მეთოდის შემთხვევაშია აღწერილი.